რაღაცა პროფესიებს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს, გარიყული დარჩები აუცილებლად ჩაგანაცვლებენ ის ადამიანები, ვისაც ექნება ამ ყველაფრის გამოყენების ორკესტრირულად გამოყენების უნარი. ვისაც გონია რომ ხელოვნური ინტელექტი ვიცი, იმიტომ რომ გავიარე სადღაც ონლაინ კურსი. მაგრამ აღმოჩნდება ხოლმე რომ ჩვენთან რომ კურსზე მოდიან, თურმე არაფერი არ მცოდნია. ანუ რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე? ხელოვნური ინტელექტი წარმოუდგენიათ TikTok-ის ვიდეოების დონეზე და აი ამ სიტუაციაში მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მიიღებს ქვეყანა ერთი შოკს. ეს როგორ არის ჩაშლილი მერე, უკვე თუნდაც თქვენ ახერია კურსზე. ხელოვნური ინტელექტი ბიზნესის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტი სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, პედაგოგებისთვის, მოზარდებისთვის, უძრავი ქონების სპეციალისტებისთვის, მოდის ინდუსტრიაში ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს ეს. რაც საიტზე არის უკვე განთავსებული. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტექნოპარკის პოდკასტს. ამ გადაცემაში ჩვენ პერიოდულად ვისაუბრებთ ხოლმე ხელოვნური ინტელექტის შესახებ არსებულ საკითხებზე, მიმდინარე გამოწვევებზე და საჭიროებებზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რასაც ჩვენი გუნდი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. ოთარ კვერიკაშვილი არის ჩემთან ერთად სტუდიაში. დღეს ვისაუბროთ ჩვენ მიმართულებებზე, რასაც ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ პირს. დავიწყოთ მოზარდებიდან და გავაგზავნოთ ზრდასრულებისთვის, რა შემოთავაზებები და შესაძლებლობები გვაქვს, ასევე მინდა დავიწყებთ საუბარს, მაყურებელმა იცოდეს, რომ ტექნოპარკ-G უკვე ჩაეშვა ჩვენი ვებ პლატფორმა, სადაც ეს ყველაფერი ერთ სივრცეში დაგხვდებათ და თქვენთვის სასურველ მიმართულებას აირჩევთ და შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ შემოთავაზებებით და შესაძლებლობებით, რასაც ხელოვნური ინტელექტის აკადემია გთავაზობთ. პირველ რიგში დავიწყოთ, რა დახვდებათ ამ საიტზე, რა მიმართულებები გვაქვს და თითოეული შემდეგ ჩავშალოთ შეძლების დაგვარად და მივაწყოთ ინფორმაცია მაყურებელს. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ ტექნოპარკი ეს არ არის ზოგადად ერთი მიმართულების ორგანიზაცია. ტექნოპარკში ჩვენ ვაერთიანებთ 5 განზომილებიან ეკოსისტემას, რაც მოიცავს თავის თავში როგორც განათლების, AI ავტომატიზაციის, მარკეტინგის, PR-ის, პროდაქშენის და კიბერ სერვისების კომპონენტებს. თუმცა განსაკუთრებულ ძალისხმევას ამ პირველ ეტაპზე ვახმართ განათლების მიმართულებას, სადაც გაგვაჩნია 6 სწავლება 6 ფორმატით. ეს არის ფიზიკური ტრენინგები, ეს არის კორპორატიული შეთავაზებები, ეს არის ონლაინ ტრენინგები, ვიდეო გაკვეთილები, ვორქშოპები თუ AI ტურები ამა თუ იმ ქვეყანაში. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოქნილები ვიყოთ სწავლების მიმართულებით და ის სიკეთეები, რასაც ხელოვნური ინტელექტი გვთავაზობს, რასაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქა გვთავაზობს, ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის. ის იმყოფება არ აქვს მნიშვნელობა გორში, თბილისში თუ სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ასაკის და სხვადასხვა ბარიერების მიუხედავად, რაც შეიძლება სხვა სფეროებისთვის და სხვა ორგანიზაციებისთვის შეუძლებელი ყოფილიყო, ჩვენ ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად მოქნილები ყოფილიყავთ. რაც შეეხება ახლა სწავლების ფორმატს, მოდი ამ 6 მიმართულებას დავშლი და ნაწილ-ნაწილ მივყვები, რომ ადამიანებისთვის მარტივად გასაგები იყოს, რას გულისხმობს სწავლების 6 მიმართულებაში. მოდი დავიწყებ ფიზიკური ტრენინგებით. ფიზიკური ტრენინგების მიმართულებით ჩვენ გვაქვს 16 კურსი ტექნოლოგიების მიმართულებით. 16-დან 11 არის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. რატო დავშალეთ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებები ესე? დღეს ვიცით, რომ საქართველოში სოფლიოშიც სოკოებებით მომრავლდა ხელოვნური ინტელექტის კურსები, თუმცა თუ შევხედავთ, ყველა ერთი და იგივე სტილში დგებნის რაღაცას, მაგალითად ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, მარტივი ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში არაფერს არ მისცემს ადამიანებს. და რატო? ერთ წელში ეს არის Gemini-ის განცხადება, ეს არის Google-ის პოლიტიკაც, ეს არის OpenAI-ის პოლიტიკა, ChatGPT-ის, ეს არის ნებისმიერი დიდი კომპანიის პოლიტიკაც, რომ ამ სისტემაში შემოიტანონ ტექნოლოგიური დემოკრატიზაცია. ეს რას ნიშნავს? ტექნოლოგიური დემოკრატიზაცია ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ ელემენტარულ დონეზე რაღაცები შეძლო. თუნდაც ერთ წელში, ეხლა თუ რთულია, შეძლონ ის, რომ პრომპტის საფუძველზე შექმნან AI აგენტები.
გააჩნია ეს AI აგენტი რა დონის იქნება, მაგრამ რაღაც დონეზე შეძლოს ნებისმიერმა ადამიანმა ამის გამოყენება. ეს არის ყველა დიდი კომპანიის პოლიტიკა და მიზანი. ეხლა ჩვენ სად ვართ ამ შემთხვევაში? თუ ყველა ორგანიზაცია თუ ყველა სასწავლო დაწესებულება პრაქტიკული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ასწავლის, რასაც ისედაც ისწავლიან ადამიანები, ერთ წელში აღმოჩნდებით მთელი ქვეყანა ისეთ სიტუაციაში, რომ ფაქტობრივად არაფერი არ გვეცოდინება. გვეცოდინება წერა-კითხვა, რასაც აქამდე იცოდა ადამიანმა, მაგრამ არ გვექნება ვიწრო პროფილით, რაღაცა პროფილით ამ უნარების გამოყენების უნარი. Როგორიც არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბიზნესში, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სოფლის მეურნეობაში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჯანდაცვაში, მოდის ინდუსტრიაში და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ ჩვენ ავდექით ვიმუშავეთ ფაქტიურად დიდი ხნის განმავლობაში იმაზე, რომ აი ამ პროფილების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით შეგვექმნა სასწავლო სილაბუსები, რომ ადამიანმა, რომელიც მედიცინის მიმართულებით მუშაობს, შეიძინოს ის უნარები და იმ ხელსაწყოების გამოყენების, სწორად გამოყენების უნარი ჰქონდეთ ადამიანებს, რომ სწორად და კარგად შეძლოს მედიცინის მიმართულებაში ოპერირება. ეს იქნება სამედიცინო მენეჯმენტის მიმართულებით თუ სამკურნალო მედიცინის და რაღაც დიაგნოსტიკური მედიცინის. აქ ჩაგეკითხები, აი ოთო, ძალიან ხშირად ჩვენ ვხედავთ სოციალურ ქსელში, გამოცხადებულია სხვადასხვა კურსები, მათ შორის ონლაინ სივრცეში ხდება შეხვედრები, ძალიან მიზერულ თანხაში არის ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი დაინტერესებაც თუ ჩავყვებით ხოლმე კომენტარებში, გამოხატავენ ადამიანები, თუმცა მე რამდენ ადამიანსაც შევხვედრი ვარ აი ესე ონლაინ რეჟიმში, ვინც სწავლობს და ვისაც გონია რომ ხელოვნური ინტელექტი ვიცი, იმიტომ რომ გავიარე სადღაც ონლაინ კურსი. მაგრამ აღმოჩნდება ხოლმე რომ ჩვენთან რომ კურსზე მოდიან, თურმე არაფერი არ მცოდნია. ანუ რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე და ჩვენი შეთავაზება რითი არის უნიკალური, გამორჩეული და რატომ ხდება ასე რომ მოლოდინები აქვთ დიდი, ყველა გამოხატავს სურვილს აი ამ ონლაინ კურსების გავლის, მაგრამ როცა გაილიან არ აქვთ ხოლმე ის ცოდნა, რასაც ელოდებოდნენ. ჩვენ ვცდილობთ რომ ადამიანებს საკუთარი პროფესიების მიხედვით ვასწავლოთ, ის ხელსაწყოები და ის უნარები შევასწავლოთ, რაც უშუალოდ რასაც მათ პროფესიაში გამოიყენებენ და რაც შეეხება იმ კურსებს, რა კურსებსაც გადიან, ისინი ცდილობენ რომ რაღაცა ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, ზოგადი ენობრივი მოდელებით, რაღაც ChatGPT, Gemini იქნება თუ notebook LM იქნება თუ რაღაც უმარტივესი ხელსაწყოებით ასწავლონ ადამიანებს. ეს ხელსაწყოები არ არის ცუდი, თუმცა ამ ხელსაწყოებს სჭირდება სწორი მოხმარება. არ არის ცუდი, მაგრამ ეს კიდევ ვიძახი, ეს არის AI-ა. AI-ას შემდეგ ჩვენ სკოლაში რო სწავლობდით, რა ვიცი, 11 კლასს სწავლობდით, მომდევნო თაობა, რა ვიცი, 12 კლასს და AI-ას შემდეგ უამრავი რამე ისწავლება. ასევეა ხელოვნურ ინტელექტშიც. ადამიანს თუ რაღაცას დონეზე განვითარება უნდა, რომ საკუთარ პროფესიაში იყოს ძლიერი, დღესაც ესეა მიღებული და დღესაც ესე მიიჩნევენ, რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს მაქსიმუმ, მინიმუმ 15-20 რაღაც ხელსაწყოს გამოყენება, რომ შეძლოს ამ ხელსაწყოების ორკესტრირებულად მართვა. აი ეს ადამიანები გადარჩებიან. ვისაც ამის საშუალება არ ექნება და ვინც მხოლოდ კიდე გეუბნებით ტექნოლოგიური დემოკრატიზაციის ქოლგის ქვეშ მოექცევა და მხოლოდ რაღაც ChatGPT-ს თუ Gemini-ს დონეზე დარჩება, ეყოლება კარგი, როგორ გითხრათ, კარგი მოსაუბრი ხელოვნური ინტელექტის სახით, მაგრამ ის ვერაფერს ვერ შეძლებს. ესეთი ადამიანები ვერაფერს ვერ შექმნიან. სწორედ ამიტომ დავშალეთ ჩვენ, წეგანაც ამას ვსაუბრობდით, დავშალეთ ეს რამდენიმე მიმართულებად, ძირითად მიმართულებებად, იმ მიმართულებებად, რასაც ადამიანები უკვე მომავალში გამოიყენებენ, რის საჭიროებაც დაუდგება, მოდი ესე ვთქვათ, ადამიანებს, მაგრამ მე ერთ რამესაც უყურებ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არ გააჩნია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სტრატეგიაც კი, როცა ხელოვნური ინტელექტი რეალურად გახდა მსოფლიოს რაღაც აჯილდა უკვა და ქვეყნები მილიარდებს და ტრილიონებს დებენ ამ მიმართულებით, თუ ავიღებთ შეერთებულ შტატებში, ჩინეთს, მაგრამ პატარა ქვეყნებიც მე არაერთხელ მისაუბრია, რომ აი სომხეთში მაგალითად NVIDIA-ს ცენტრი შეიძლება
რა ვიცი ნებისმიერი ქვეყანა მიმართულებით ვითარდება ჩვენ როდესაც არ გაგვაჩნია მიმართულებით არაფერი მეორე ჩვენთან ხელოვნური ინტელექტი წარმოუდგენიათ ну ესაც ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მიმართულება ეს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი მაგრამ ეს წარმოუდგენიათ TikTok-ის ვიდეოების დონეზე და აი ამ სიტუაციაში მე დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად მიიღებს ქვეყანა ერთ შოკს ისეთ შოკს რომელიდანაც შეიძლება 2-3 წელი ადამიანებს გამოსვლა გაუჭირდეთ იმიტომ რომ აუცილებლად რაღაცა პროფესიებს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს შენ თუ ამ პროფესიების ტრანსფორმაცია და ტრანსფორმირება არ მოახდინე იმ ხელოვნური ინტელექტის ახალი ინსტრუმენტებით, ხელოვნური ინტელექტის ახალი ცოდნით, ახალი გაგებით აუცილებლად დარჩები გარიყული. გარიყული დარჩები აუცილებლად ჩაგანაცვლებენ ის ადამიანები, ვისაც ექნება ამ ყველაფრის გამოყენების ორკესტრირებულად გამოყენების უნარი და ეს იქნება მასიურად. მე ვფიქრობ, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არაფერი არ ხდება, გარდა კერძო ინიციატივებისა, როგორცაც მაგალითად ერთ-ერთ ჩვენ ვაკეთებთ, აუცილებლად დადგებიან ამ გამოწვევის წინაშე. ჯობია რომ ეხლავე ადამიანებმა რაღაცა 1-2 ნაბიჯი წინ გადადგანა და ელემენტარულად აიას დონეზე მაინც გამვითარდნენ, ვიდრე შეასკდნენ აი ამ კედელს და დადგნენ იმ საშუალების წინაშე, რომ ფაქტიურად შეიძლება მთელი დარჩენილი ცხოვრება რაღაცნაირად გარიყულები აღმოჩნდება. მოდი ვისაუბროთ კურსებზე გადავიდეთ და ასევე საინტერესო იქნება კურსები მოიცავს როგორც რაღაც ხანგრძლივ პერიოდს, მაგალითად ორთვიან კურსებს, ასევე მოკლევადიან სამდღიან ვორქშოპებს და აქვე დავაკონკრეტებ, რომ აი ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ აი 3 დღეში რა უნდა ვისწავლო, ხო, რაღაცა ყველა დაკარგული დრო ხომ არ არის და ამ 3 დღის განმავლობაში ისიც აუხსნათ მაყურებელს რას მიიღებენ და ეს როგორ არის ჩაშლილი მერე უკვე თუნდაც თქვენ ეტაპობრივად მივყვები დავასრულებ ამას, რომ ამ 16 კურსში, ფიზიკურ კურსში, როგორც აღნიშნეთ წეგან, ხელოვნური ინტელექტი ბიზნესის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტი სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, პედაგოგებისთვის, მოზარდებისთვის, უძრავი ქონების სპეციალისტებისთვის, მოდის ინდუსტრიაში, ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს ეს. რაც საიტზე არის უკვე განთავსებული. ეს ჩაშლილი. ეს რაც შეეხება ფიზიკურ კურსებს, რომელიც არის ორთვიანი და მოიცავს 16 ლექციას, 16 2-საათიან ლექციას და ფაქტიურად იქ დონეების მიხედვით გვაქვს ესაც დამუშავებული, თავიდან მივიწყებთ რაღაცა დამწყების დონით, პირველიდან 5 ლექციაზე, მე-5-დან მე-10-მდე უკვე რაღაც საშუალოვადიანი ეტაპია და ბოლო 3-4 ლექცია ძირითადად ეთმობა პროექტების შექმნას, ანუ საკუთარი საჭიროების მიხედვით, რომ ადამიანებმა შეძლონ ამ ყველაფრის შექმნას, პრეზენტირებას და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება ფიზიკურ კურსებს. თუმცა ჩვენ გვაქვს ასევე კორპორატიული შეთავაზებები და კორპორატიული ტრენინგები, რომელიც არის 3 დღიანი. ეხლა რაც მოიცავს ეს 3 დღიანი? 3 დღიანი ტრენინგები, რა თქმა უნდა, ორთვიანი ტრენინგების საპირწონე ვერ იქნება ვერანაირად, მაგრამ ადამიანები სწავლობენ, რომ ელემენტარული ნავიგაცია შეძლონ ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. ეს არის შეკვეცილი და გაცილებით ინტენსიური. ორთვიანის 2 საათიან კურსებთან, ლექციებთან შედარებით, გაცილებით ინტენსიურია ეს 3 დღიანი ტრენინგები, არის 4-5 საათიანი, ინტენსიური სწავლება მიდის, ჩართულობა მიდის და როგორც წესი, განსაკუთრებით მე-3 დღეს ეს ადამიანები, ვინც ჩვენი კურსი გაიარა და ჩვენი ტრენინგები გაიარა, მე-3 დღეს გაცილებით მოტივირებულები არიან ხოლმე, როცა უკვე თვითონ შეუძლიათ რომ რაღაცების შექმნა ამ მიმართულებით და დაინახონ ის უდიდესი მასშტაბები, რაც გააჩნია ხელოვნურ ინტელექტს. რადგან ხელოვნური ინტელექტი არ არის რაღაცა ვიწრო სპეციალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ვიმყოფებით ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და აი ტრანზიციის პერიოდით და ფაქტიურად 2027-31 წლებში როგორც ვარაუდობენ, გადავდივართ უკვე ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. და მიუხედავად ამისა, ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში დღევანდელ ხელოვნურ ინტელექტს აქვს უდიდესი მასშტაბი და უდიდესი შესაძლებლობები, რომელიც შევიდა ფაქტიურად ყველა სფეროში.
და ადამიანები აი ამ ყველაფერს 2-3 დღეში იაზრებენ, რამდენად მაგარი რამეა ხელოვნური ინტელექტი. მაგას გულისხმობ რაში? აქ ამ რუტინას ფაქტიურად მთავარი დედააზრი რა არის ამის. აქამდე რაც იყო რუტინა ადამიანების, რასაც ადამიანები შეიძლება დღეებს კარგავდით, ამ რუტინას და შავ სამუშაოს იღებს თავიდან ბოლომდე ხელოვნური ინტელექტი და ჩვენ გვრჩება შემოქმედებითი აზროვნება და შემოქმედებითი სამუშაო იმისათვის, რომ უფრო მეტად პროდუქტიულები დრო რაც მთავარია. გვიზოგავს პროდუქტიულები ვხდებით და გაცილებით მაგარი რაღაცების შექმნა და გამოყენება შეგვიძლია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, რაც არის აი რა ვიცი, ფანტაზიის მიღმა იმდენი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. ასევე არის მოზარდებისთვის კურსი და ვფიქრობ, რომ მაყურებლებისთვისაც იქნება საინტერესო. მშობლები უფრო მეტად აი როგორ უნდა უყურებდნენ ამ საკითხს, ახლა ზოგიერთი და რაღაც ნაწილი ალბათ ფიქრობს, რომ ეს კურსი, რაც გამოცხადებულია მოზარდებისთვის, ხელოვნური ინტელექტი მოზარდებისთვის, იქნება რთულად აღსაქმელი, ასეთი შეფასებები და დამოკიდებულებებიც გვსმენია. და ფიქრობენ, რომ აი ახლა ჯერ ადრეა, პატარები არიან, მაგალითად კურსი რომელიც გამოცხადებულია 11-12 წლის ზემოთ, ვიდრე მაგალითად დამამთავრებელ კლასებში არ იქნებიან, მოსწავლეებს გაუჭირდებათ ამის აღქმა, თუმცა შესაძლოა რეალობა სულ სხვა იყოს, იმიტომ რომ ეს თაობა უფრო ინტეგრირებული არის ამ ტექნოლოგიებთან. რა სწავლობენ ამ კურსზე ბავშვები და რა ეცოდინებათ ამ კურსის გავლის შემდეგ და მშობლებს რას ეტყოდი, რეალურად ადრეა ამ ბავშვებისთვის ტექნოლოგიების ხელოვნური ინტელექტის სწავლა, თუ პირიქით დრო. მოზარდები განსაკუთრებული მიმართულებით სწავლობენ და რატო? მოზარდებს ექნებათ საშუალება ჩვენი კურსის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებლად იმუშაონ სასწავლო მასალებზე. მოზარდებს ფაქტიურად ჰქონდეთ ის უნარები, რის შემდეგაც უკვე დამოუკიდებლად შეძლებენ ნავიგაციას, ამა თუ იმ მიმართულებით. ეს იქნება ხელოვნური ინტელექტი, ეს იქნება სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებები, რადგან ჩვენ ვასწავლეთ ფაქტიურად ყველა ხელსაწყოს, ყველა ძირითად ხელსაწყოს და ყველა ძირითად უნარს, რომელიც საფუძველს ჩაუყრის მათ განვითარებას ხელოვნური ინტელექტის გზაზე. და ფაქტიურად ერთი რამე მინდა კიდე აღვნიშნო. ათვისების მიმართულებით. მოზარდები განსაკუთრებულად კარგად ითვისებენ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს და კარგად აქვთ განვითარებული ეს უნარები. ჩვენ თაობას, ცოტა უფროს თაობასაც მე რასაც უყურებ, ჩვენ გვიჭირს აზროვნების ცვლილება, რომ შევხედოთ რაღაცას, რაღაც ფორმას და წარმოვიდგინოთ ეს პერსპექტივაში. მოზარდები ამას ძალიან მარტივად აკეთებენ, ძალიან კარგად აკეთებენ და ფაქტიურად ერთმანეთზე საუკეთესო პროექტებს და საუკეთესო შედეგებს დებენ. ამ ბავშვებს, ამ ახალგაზრდებს დარწმუნებული ვარ, რომ 2 თვის თავზე ექნებათ ყველა ის უნარი და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ფაქტიურად გახდით მომავლის შრომის ბაზარზე უკონკურენტოებს. მოდი ესე ვთქვათ. ამ მოზარდებს აქვთ უკვე იმის უნარი, რომ ფაქტიურად დროც დაზოგონ, დროც მოიგონ, გაცილებით ეფექტურები იყვნენ, გაცილებით პროდუქტიულები იყვნენ, მათ იციან ძალიან ბევრი ახალი თანამედროვე ხელსაწყოს გამოყენება და ამისი ორკესტრირებულად გამოყენების უნარებსაც სწავლობენ და იცენენ. ერთადერთი დამამრგებლებელი მათთვის კიდევ ვიძახის დღევანდელ შრომის ბაზარზე არის ის, რომ ასაკი. დანარჩენი დღევანდელი ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები აძლევთ იმის საშუალებას, რომ ფაქტიურად კონკურენტუნარიანები იყვნენ თუნდაც თავისზე ასაკიან ადამიანებთან მიმართებაში. საიტზე არის ევროპის ტურებიც გამოქვეყნებული და პერიოდულად ალბათ დაგეგმილია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყოს ხელოვნური ინტელექტის სწავლება და ასევე ვიზიტები, სასწავლო ვიზიტები. რა დევს ამ ინიციატივაში და რა არის მთავარი მიზანი, რას გეგმავთ ევროპის ქვეყნებში გასვლით? ჩვენ გვინდა რომ ადამიანებს გარდა სწავლის შევძინოთ უნარები და შევძინოთ დამაჯერებლობა. დღეს ტექნოლოგიების სფეროში თუ ნებისმიერ სფეროში, როდესაც რაღაცას სწავლობ, შეიძლება რაღაც ისწავლო, მაგრამ გაკლდეს დამაჯერებლობა. ჩვენ გვინდა რომ ადამიანებმა, ვინც ჩვენთან გაივლიან სხვადასხვა კურსებს, შეიძენენ ცოდნას,
ასევე დაინახონ როგორ კეთდება ხელოვნური ინტელექტი უშუალოდ ადგილზე. ეს იქნება სხვადასხვა ტექნოლოგიური ორგანიზაციები, სხვადასხვა ტექნოლოგიური ორგანიზაციების ოფისები. გვინდა რომ უშუალოდ ადგილზე გარდა სწავლების იქ ჩვენ გვექნება სასწავლო მიმართულებები და სასწავლო პროცესი, თუმცა გვექნება ვიზიტები სხვადასხვა ტექ გიგანტებში, როგორიც არის სიტყვაზე Google, როგორიც არის Nvidia, როგორიც არის OpenAI, სხვადასხვა ტექნოლოგიური სტარტაპები, სხვადასხვა ტექნოლოგიური გიგანტები, რომ ადამიანებმა შეხედონ, ნახონ, რომ იქაც ადამიანები არიან და მათთვისაც შეუძლებელი არაფერია განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და აი ამ ერთიანი მსოფლიოს ეპოქაში, როდესაც შენ თუ რაღაცა გესმის და შენ თუ რაღაცა შეგიძლია რომ იმ ტექნოლოგიური გიგანტის ნაწილი შენს გახდე. აი ძირითად მიზანს ეს ატარებს, რომ გაცილებით მეტი мотиваცია მიიღონ ადამიანებმა, გაცილებით მეტად თავდაჯერებულები გახდნენ, მეტი ცოდნა ჰქონდეთ და ამის შემდეგ ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი აზრით, მეც ესე ვიყავი თავის დროზე, ეს ხალხი აღარ შეწყვეტს განვითარებაზე ფიქრს და პროგრესზე ფიქრს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი AI ტურები ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში თუ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, განსაკუთრებით იმ ქალაქებში, დღეს ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებ ეს რომელი ქალაქებია, სადაც ტექნოლოგიური გიგანტები განსაკუთრებულად არიან დამკვიდრებულები. გვაქვს 4-5 ქალაქი ესეთი ამორჩეული და ამასაც ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას. გარდა AI ტურების ჩვენ ასევე გვაქვს ადგილზე ვორქშოპები, მაგალითად ერთი უკვე ჩავატარეთ ბოშურში, ძირითადად ბოშურის მიმართულებით სასტუმრო სოლოგრანდეში გვექნება ხოლმე ვორქშოპები, 2დღიანი ან 3დღიანი ვორქშოპები, სადაც ჩვენ ინტენსიური დაჩქარებული ხელოვნური ინტელექტის ტრენინგები გვექნება, სხვადასხვა ეს იქნება ორგანიზაციები თუ კერძო ადამიანები, სხვადასხვა მიმართულებებით, რაც ეგან ჩამოთვალე, ეს იქნება განათლების მიმართულება, ბიზნესის მიმართულება, ფინანსები თუ ასე შემდეგ. ამას გარდა როგორც თქვი გვექნება ონლაინ კურსები, რომ მაქსიმალურად მოქნილები ვიყოთ და მაქსიმალურად პროდუქტიულები ვიყოთ და მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა შეეძლოს ჩვენი კურსების გავლა, გვექნება ონლაინ ტრენინგები, ასევე გვექნება ვიდეო გაკვეთილები მათთვის, ვისაც არ შეუძლია და ვისაც არ აქვს იმის დრო, რომ ყოველთვის დაესწროს ონლაინ ტრენინგებს. როგორც თქვი უკვე ვახსენე, კორპორატიული ტრენინგები გვექნება, პლუს ცალკე და გვაქვს კიდეც კორპორატიული ტრენინგები, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის და სხვადასხვა მიმართულებით ვატარებთ ხოლმე, რადგან ორგანიზაციების პროდუქტიულობა ამაღლდეს და ასევე მათ შეძლონ დროის ეფექტურად გამოყენება. გარდა ამისა, ტექნოპარკს გვაქვს როგორც AI ავტომატიზაცია, იქ თავისი მიმართულებები აქვს, რომელსაც ალბათ შემდეგში ვილაპარაკებთ. გვაქვს ასევე ციფრული მარკეტინგის მიმართულება, გვაქვს PR-ის და პროდაქშენის მიმართულება და გვაქვს კიბერსერვისების მიმართულება. და ჩვენ ამ ყველაფრით ორგანიზაციებს ვთავაზობთ ესეთ რამეს, რომ შენ თუ შენი ორგანიზაციის ავტომატიზაციას აკეთებ, აუცილებლად დაგჭირდება გადამზადებული კადრები და აუცილებლად ყველას დასჭირდება გადამზადებული კადრები და ამასაც ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ გადამზადებული კადრები ყავდეს. აუცილებლად სჭირდება ორგანიზაციას, ანუ ჰაერზე არ მოგვიფიქრებია ეს 5 კომპონენტიანი ეკოსისტემა. აუცილებლად სჭირდება ორგანიზაციას ციფრული მარკეტინგი, აუცილებლად სჭირდება ორგანიზაციას PR-ი და პროდაქშენი, რომელსაც ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თავისი გამოცდილი თანამშრომლებით. და აუცილებლად საბოლოო ჯამში ხელოვნურ ინტელექტს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ეფექტები და რისკები ახლავს თან ხელოვნურ ინტელექტს და ზოგადად ტექნოლოგიების განვითარებას და ამ რისკების დასაზღვევად, გადასაზღვევად კომპანიებს, ორგანიზაციებს, კერძო პირებს აუცილებლად დასჭირდებათ ძლიერი კიბერ უსაფრთხოება, კიბერთავდაცვა და ჩვენ აქაც ვთავაზობთ კიბერ სერვისებს, რომელთაც შეგვიძლია რომ ორგანიზაციები გადავასხვით. ფაქტიურად სრული ეკოსისტემა გვაქვს და სრული სერვისი გვაქვს იმის, რომ გარემოს
ტექნოლოგიურ განვითარებაში და ტექნოლოგიურად გაუმჯობესებაში მივიღოთ მონაწილეობა. იმ გარემოსში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, სადაც ჩვენი საზოგადოება იზრდება, აუცილებლად დაგვიდგება ის დრო და აუცილებლად გახდება ტექნოლოგიური ეპოქა მოიტანს იმას, რომ ყველა ადამიანს დასჭირდება ეს, ვინც დღეს უარს ამბობს ამ განვითარებას და ამ ხელოვნური ინტელექტის მიღებაზე და მიმღებლობა არ აქვს, მასაც აუცილებლად დასჭირდება ტყუილად აქვს ადამიანებს შიშები, რაც მალე გადადგავენ ამ ნაბიჯს, მით უკეთეს, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი არავის არ დაგველოდება, ტალღასავით გადაუვლის ამ ყველაფერს და რაც მალე ვიქნებით მზად იმისათვის, რომ შევძლოთ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ორკესტრირებულად გამოყენება, მით მალე მივიღებთ სარგებელს. არ ვიქნებით ამისთვის მზად, დავრჩებით გარიყულები და ჩვენს ადგილს დაიკავებენ ის ადამიანები, ვისაც ამ ყველაფრის გამოყენების უნარი ექნება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით უფრო ვრცლად თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია ტექნოპარკ G-ზე, სადაც ასევე ტექნოლოგიური სიახლეების შესახებაც გამოგვეყდება ხოლმე ბლოგები პერიოდულად, ასე რომ ერთიან სივრცეში თქვენთვის საჭირო მიმართულება შეგიძლიათ აირჩიოთ და ითანამშრომლოთ ტექნოპარკთან ჩვენ დროებით გემშვიდობებით.